მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ისტორიის გაკვეთილი ეთერშია, მე გახლავართ მისი წამყვანი თამარ ბელქანია. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა ეს არის ლაზეთი და ლაზები, ხოლო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიური ცენტრის ასისტენტ-მკვლევარი მიხეილ ლაბაძე. მე რომელმაც ვიცი მეგრული, რატომ მესმის ლაზური? სად იყო ისტორიული სამშობლო ლაზების და სად არიან ისინი დღეს გაფანტულები? ძველ ქართულ წყაროებში ლაზეთსაც და სამეგრელოსაც ეწოდებათ სოფელი მეგრელთა, ანუ ეგრისი. და ეს ტერიტორია, ეს ეგრისი მოიცავდა დასავლეთ საქართველოს მთლიანად, ან შევიწროებული მნიშვნელობით, ვიწრო მნიშვნელობით, ეს არის დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთი. და შესაბამისად შემდგომში, როდესაც ისტორიული ქარტეხილების შედეგად საქართველოს გარკვეული ტერიტორიები ჩამოსცილდა, ესე იგი სამხრეთ ეგრისი მოექცა უცხოელი დამპყრობლების უღელქვეშ, ბიზანტიის, ჯერ ბიზანტიის, შემდეგ ოსმალეთის და აი ამ ხალხს, ესე იგი სამხრეთ ეგრისის მკვიდრ ქართველებს შერჩათ უცხოენოვანი სახელი ლაზი, ხოლო საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილი ეგრისის ქართველებს შერჩათ ძველი სახელწოდება მეგრელი. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სახელწოდებების დონეზე განსხვავდება, ეს ორი ქართული თემი, მათი მეტყველება არის ერთი და იგივე დიალექტური კონტინუუმი, ანუ გაგებინება მათ შორის არ არის გამორიცხული, ენობრივი სისტემა ქართული არის ერთგვაროვანი და შედგება იგი სხვადასხვა ასე ვთქვათ დიალექტებისაგან, დიალექტური კონტინუუმებისაგან. აი მაგალითად არსებობს ესეთი დიალექტური კონტინუუმი მესხური კილოები, აჭარული, გურული, ლივანური, ეს თურქეთშია, ტაოური, ესეც თურქეთშია. ასევე არსებობს მაგალითად ინგილოური კილოების დიალექტური კონტინუუმი, ეს არის კაკური და ალიაბათური და ასე ლაზურის შემთხვევაშიც, ანუ არსებობს ლაზურ-მეგრული დიალექტური კონტინუუმი, ანუ ლაზური კილოებია ათინურ ართაშენული, ვიწურ არქაბული, ხოფური, მეგრული კილოებია, ესე იგი სამურზაყანულ ზუგდიდური, მარტვილურ ბანძური და სენაკური. აქედან გამომდინარე ეს დიალექტური კონტინუუმები ერთიანად ქმნიან ქართულ ენობრივ სისტემას, ქართულ ენას. და ყველა ქართველისთვის სალიტერატურო ენა ძველთაგანვე, მათ შორის ლაზებისთვისაც იყო და არის ქართული ენა. კი ბატონო. ანუ ისტორიის სახელმძღვანელოდან ცნობილია, რომ ლაზები ცხოვრობდნენ აფხაზეთის და აჭარის ტერიტორიაზე. და სადღაც 20-იანი წლებიდან მოხდა მათი მიგრაცია თურქეთის ტერიტორიაზე. ანუ სად არიან ეხლა, სად ცხოვრობენ ისინი? რა ქალაქებია ლაზური? ლაზები თავიდანვე ცხოვრობდნენ, ესე იგი, სამხრეთ საქართველოში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ესე იგი, ეს არის ართვინის ილის, ანუ პროვინციის ხოფის და არქაბის რაიონები, ილჩეები და რიზეს ილი, ანუ პროვინცია. ეს იყო, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთ ლაზეთი, ამას გარდა კიდევ იყო შუა ლაზეთი, დღევანდელი ტრაპიზონის მხარე და დასავლეთი ლაზეთი გირესუნამდე გაჭიმული ტერიტორია, მაგრამ ეს დასავლეთი და შუა ლაზეთი ძველთაგანვე, ესე იგი ანტიკური პერიოდის დასრულებისთანავე მოხდა მათი, ასე ვთქვათ, რომეიზაცია, ანუ იქ დასახლდნენ ბერძნები და ენობრივად ეს ლაზები გაბერძნდნენ. მაგრამ ქართული თვითშეგნება და ქართული მეტყველება, ანუ ლაზური კილოები შეინარჩუნეს იმ ლაზებმა დღემდე სხვათა შორის, რომლებიც დარჩნენ საქართველოს შემადგენლობაში. და აი აქედან გამომდინარე შემდეგ, როდესაც ისინიც გავიდნენ საქართველოს შემადგენლობიდან, რადგანაც ისტორიული ქარტეხილების შედეგად ეს მხარე დაიპყრეს ჯერ ბიზანტიელებმა, მერე ოსმალებმა, მოხდა ლაზების გარკვეული ნაწილის მიგრაცია აფხაზეთში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში და ჩვენს სხვა კუთხეებში. დაახლოებით მოსახლეობის რა პროცენტს წარმოადგენდნენ აი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ლაზები და რა როლი აქვთ მათ საქართველოს ისტორიაში? საქართველოს ისტორიაში ლაზებს აქვთ ძალიან განუზომელი როლი. დავასახელებდი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ნიკოლოზ გულაბერიძე. მისი გვარი წარმოშობით არის ათინადან. ათინა ეს ლაზეთის ქალაქია, დღეს ფაზარი ქვია მას თურქეთის ტერიტორიაზე და იქ დღეს გულაბერიძეები ატარებენ ქულაბერ ოღლუს გვარს, თურქულად გაფორმებულ ქართულ გვარს.
და გარდა ამისა, ლაზები იყვნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ძალიან გმირები, ცნობილი გმირები, რომლებსაც 1915-1922 წლებში ჰქონდათ ესეთი ორგანიზაცია ლაზეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი. ეს ბოლო დრომდე არ იყო ცნობილი ამის შესახებ, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ქართულმა ემიგრაციამ შექმნა რუსების წინააღმდეგ მებრძოლი ქართული ლეგიონი თურქეთის ანუ იმ ჟამინდელი ოსმალეთის არმიის შემადგენლობაში. ეს ლეო კერესელიძე იყო ესეთი ქართული ემიგრაციის საკმაოდ ცნობილი წარმომადგენელი, ის ჩავიდა მაშინდელი ოსმალეთის სულთნის კარზე და მიაღწია იმას, რომ ოსმალეთმა თავის არმიაში შექმნა ქართული ლეგიონი, ესეთი ქვედანაყოფი, რომელიც დაკომპლექტებული იყო ძირითადად ლაზებით და მათ ხელმძღვანელობას უწევდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი გერმანიიდან. და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს ჰქონდა ლაზეთში, წეგან მოგახსენეთ, ფილიალი, რომელიც ახდენდა იქაური ცხოვრების კოორდინაციას, ანუ იქაური ლაზების დარაზმვას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად. ეს იყო ძალიან გმირული ეპოპეა, ძალიან დიდხანს გრძელდებოდა, ეს მაშინაც კი გაგრძელდა, როცა საქართველო გასაბჭოვდა 22 წლამდე და ცნობილია ლაზი გმირების სახელები და გვარები, მაგალითად მესუთ ფეილევანოღლი, რომელიც 1918 წელს, ესე იგი შემოჭრილმა ოსმალებმა დასაჯეს და მოხდა ესეთი ამბავი, რომ ოსმალო ოფიცრობამ გადაუწყვიტა მას თავის მოკეთით დასჯა და ეშაფოძე როცა ახყავდათ ოსმალო ოფიცერს ერთ-ერთ ვიღაც გენერალს თუ უფრო ნაკლები ჩინის მქონე ადამიანს მან სახეში შეაფურთხა და როცა სახეში შეაფურთხა მანაც იგივე იმით უპასუხა სახეში შეაფურთხა ოსმალომაც და გაეცინა მესუთ ფეილევანოღლის რომ შენ გონია ხა მაგით მე სამაგიერო გადამიხადე, მაგრამ სინამდვილეში მე ამ შეფურთხებულ თავს მომჭრიან, შენ კი სულ შეფურთხებული სახით ივლიო. ესეთი თქვათ, რომ თქვათ, გმირები იყვნენ. ეს გმირული საქციელია, როცა მტერს, რომელიც აღგემატება დიდი ძალით, ამარცხებს სულიერად. სხვათა შორის საქართველოში არ იყო აქამდე ცნობილი ეს ფაქტი. გარდა ამისა, კიდევ იყვნენ ძალიან ბევრი ისეთი გმირები, რომლებიც შემდგომ საქართველოში გამოიქცნენ, გაწითლებულ საქართველოში გამოიქცნენ და აქ რუსებმა დაიჭირეს და ამ თურქეთს გადასცეს მაშინდელ მუსტაფა ქემალ ათათურქს, ან ციმბირში გადაასახლეს. ამათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ციმბირში, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში და უკვე აღარ აქვთ ქართული თვითშეგნება, იმიტომ რომ იქ გაროსდნენ. ბუნებრივია კი, გარემო აბსოლუტურად. მაგრამ ძირითადი ნაწილი ლაზებისა მაინც ცხოვრობს ძველ ქართულ ტერიტორიაზე. ეს არის ლაზეთი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. დღეს ისინი არიან თურქეთის მოქალაქეები, ატარებენ თურქულ სახელებს და გვარებს 1934 წლიდან, როცა გამოვიდა სოიადი კანონო, ესეთი კანონი, რომელიც თურქეთის მოქალაქეებს ავალდებულებდა თურქული გვარების აღებას. მანამდე გვარი თურქეთში არ არსებობდა, ოსმალეთში არ არსებობდა გვარი და ოღლი ფორმანტით ნაწარმოები, ესე მეტგვარები ჰქონდათ, მარტო ლაზებს, აჭარლებს, ლივანელებს და სხვა კუთხის ქართველებს, რომლებიც ცხოვრობდნენ მაშინ ოსმალეთის იმპერიაში. ხო და აი ესეთი ხალხია ლაზები, რომლებიც თავიდანვე საქართველოსთვის იბრძოდნენ, იბრძოდნენ, ცხოვრობდნენ და მათი დიდი ნაწილი ვინც დღეს საქართველოს მოქალაქეა, სარფის, კვარიათის, გონიოს ცხოვრებნი, აფხაზეთში მცხოვრები ლაზები, სხვათა შორის აფხაზეთში ქრისტიანი ლაზები, რა თქმა უნდა, არის საქართველოს რესპუბლიკის პატრიოტი და ჩვენი ღირსეული მოქალაქეები არიან ეს ხალხი. თქვენ ახლა ჩამოხვედით თურქეთიდან და არ შემიძლია არ გკითხოთ სიმართლე შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია, რომ თურქეთში სკოლებში ასწავლიან ლაზურ ენას და თქვენ როგორ შეაფასებდით აი ამ ფაქტს? შესაძლებელი არის თუ არა ლაზურის სწავლება ქართული კონტექსტიდან მოწყვეტილად? ანუ რამდენად გაიგებს ბავშვი თურქულ კონტექსტში ლაზურს? არის შესაძლებელი რომ ისწავლოს ენა? ეს არის ძალიან დიდი პრობლემა მათთვის. თურქეთმა დაუშვა ეგრეთ წოდებული სეჩმელი დერს, ანუ
არჩევითი გაკვეთილი სხვადასხვა ენებისა და დიალექტებისათვის. ანუ იქ ასეთი ფორმულირება დილლერ და ლეჰჩელერ. ანუ ენები და დიალექტები, ადგილობრივი ენები და დიალექტები ისწავლება სკოლაში, არჩევითი გაკვეთილია ეს და უკვე აი პრობლემას ვაწყდებით რაში? ჯერ ერთი ყველაზე რთული პრობლემა რაც არის ის არის რომ თურქულის მეშვეობით ლაზურის შესწავლა არის ძნელი, იმიტომ რომ აი თქვა თურქულში არ არის ზმნის წინები. ქართულში მაგალითად შეგვიძლია თქვა შემოვიდა ასეთი ზმნა და ეს ნიშნავს რომ საიდანღაც გარედან შიგნით ადამიანი გადაადგილდა. შევიდა. ლაზურად ეს ითქმის როგორც მიშახთუ. მეგრულადაც მიშართუ არის და თურქულად ეს ითქმის სამი სიტყვით იჩერია დოღრუ გიდი. და ეხლა როგორ გნებავთ თქვენ რომ ბავშვს თურქული რომელსაც თურქული იცის და ლაზური ოჯახში გაუგონია ბებიისა და ბაბუასაგან როგორ გინდათ აუხსნათ რომ მიშახთუს ისეთი ენით აუხსნათ მიშახთუ რას ნიშნავს რას გულისხმობს რომ აი თქვათ რაღაც ეჭვი არ გამოიწვიოს. ანუ რაღაცა სისტემა არსებობს აი ამ ენის სწავლების. აი ზუსტად ამას ვიძახი, არც სისტემა არსებობს ამ ენის სწავლის და არ არსებობს მეთოდიკა. ამ ენის სწავლის ან რა დამწერლობა, ანუ რა ასოებით უნდა შედგეს მოდით თურქული ასოებით, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ესეც. იმიტომ რომ თურქული ასოების წარმოთქმის ნორმა სხვა არის და ქართული ბგერების, ანუ რა თქმა უნდა ლაზური ამ კონტექსტში ვიხსენიებთ ქართულია ეს. და ლაზური ბგერების წარმოთქმის ორთოეპიული ნორმა, ანუ ნორმა როგორც წარმოითქმის ლაზური ბგერები არის სხვა და თურქული არის სხვა. მაგალითად თურქულში არ არის მკვეთრი ბგერები ჭ, ტ, წ და ლაზურში არის. ჩვეულებრივ როგორც სალიტერატურო ქართულში, ისე ლაზურშიც არის. და ამ ბგერების გადმოსაცემად იყენებენ ისინი ესე იგი რაღაც განმასხვავებელ დიაკრიტიკულ ნიშნიან თურქულ ასოებს. და მე ეს ბავშვი რომელიც სწავლობს ლაზურს იწევს გაურკვევლობას რომ როგორ გამოითქმის ესა თუ ის ბგერა და აქედან გამომდინარე როდესაც ის იწყებს ლაზურად მეტყველებას მე მკვეთრ თანხმოვნებს გამოთქვამს ისე როგორც თურქები გამოთქვამენ ანუ ქართულად მეტყველების დროს თურქები ვერ ამბობენ მაგალითად ტს ამბობენ თს და ლაზურად მეტყველების დროსაც ესე იგი თურქული აქცენტით იმეტყველებს ეს ბავშვი რაც უკვე პირველი ნაბიჯია ასიმილაციისაკენ ანუ ენის გადაგვარებისა და დაკარგვისაკენ და ამის მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს თუნდაც აი მაგალითად აი მე გავიხსენებდი ერთ მაგალითს როდესაც აფხაზებს შეუქმნეს ჯერ ქართულ ანბანზე დამწერლობა რომელიც ძალიან შეესაბამება სხვათა შორის აფხაზურ ენას იმიტომ რომ კავკასიური ენა და მკვეთრები იქაც არის შეუქმნეს და სწორედ მაშინ დაიწყო აფხაზური ლიტერატურის აღმავლობა მაშინ გამოვიდნენ ასპარეზზე აფხაზი მწერლები რომლებითაც დღეს ამაყობს აფხაზიერი მაგალითად მაშინ გამოვიდა ეს ივანე თარბამ მაშინ დაიწყო მოღვაწეობა. აქედან გამომდინარე, როდესაც შეცვალეს ეს ანბანი და აფხაზური ანბანი გააკეთეს რუსული გრაფიკის, რუსული კირილიცაზე გადაიყვანეს, აი მაშინ დაიწყო აფხაზურ ენაში რუსული აქცენტის დამკვიდრება და დღეს მივიღეთ ისეთი სავალალო ვითარება, რომ აფხაზური ენა იკარგება. 50 წელიწადში უკვე აღარ იქნება აფხაზურის წმინდად მცოდნე. ანუ რუსული სიტყვები შემოდის. თან არის ესეთი რაღაცაც გააკეთეს, რომ რუსული და ნასესხები სიტყვები იწერება ისე როგორც რუსულში. ანუ აფხაზური ენისთვის მაგალითად დამახასიათებელი არ არის რბილი ნიშანი. იქ უნდა დაიწეროს რბილი ნიშანი და გამოითქვას. და აქედან გამომდინარე ზუსტად ასეთივე ვარიანტია, მიდგომა ლაზურისთვის ლათინური ანბანით დამწერლობის შექმნის მიმართაც. ანუ იქ თურქულ ანბანზეა დამყარებული ეს დამწერლობა და ეს იწვევს იმას, რომ ლაზურის სპეციფიკური ბგერები, ლაზური დიალექტის სპეციფიკური ბგერები იკარგება. კი, მაგრამ აი თუ კი თქვენ ხა მარტო თქვენ ხომ არ ხართ სპეციალისტები, მათაც ეყოლებათ ხო სპეციალისტები. მათ თუ იციან, რომ ეს აპრიორში განწერულია შედეგისგან, რატომ არ იწვევენ ქართულ სპეციალისტებს? გეტყვით, თურქეთში საერთოდ ლაზური დიალექტის აკადემიური შესწავლა ბოლო დრომდე არ მიმდინარეობდა. და მე აი 80-იან წლებში წამოვიდა, ასე ვთქვათ, თვითნასწავლი ლაზების თაობა, რომლებმაც შექმნეს ეს ლათინური ანბანი, სხვათა შორის ლათინური ანბანი პირველად
ლაზებს გერმანელმა ვინმე ვოლფგანგ ფოიერშტაინმა შეუქმნა, რომელიც არ არის ენათმეცნიერი და საერთოდ არ აქვს შეხება ენათმეცნიერებასთან. უბრალოდ შეუქმნა, იმიტომ რომ გარკვეულმა წრეებმა, რომელთანაც კავშირი ჰქონდა მას, დაავალეს ესეთი რაღაც. რატო ფოიერშტაინს ეს ლაზეთის ბედი აწუხებს? თუ ვინ არის ეს ადამიანი? ძალიან ბევრი მსმენია ადამიანს გვარი რუკებთან მიმართებაში. ხო, აი ჩვენც ესეთი კითხვა გვიჩნდება, რომ როგორ შეიძლება ადამიანს აწუხებდეს ლაზეთის ბედი ქართველებზე მეტად. კი. აი მაგალითად მაყურებელს ბედი აინტერესებს. მაშინ რა ინტერესი აქვს? ნუ მაშინ რა ინტერესი აქვს და არის კიდე ერთი ინტერესი საქართველოს დაშლა წრილ რესპუბლიკებად იქნება თუ ოლქებად იქნება და შემდეგ ამ ოლქების ან რუსეთთან ან თურქეთთან ან ვინმე ნებისმიერ სახელმწიფოსთან მიერთება. აი ხო ჩვენი მაყურებელს შეგვიძლია ვანახოთ სწორედ ფოიერშტაინის მიერ შედგენილი რუკა, რომელიც მთელ სოფლიოშია მიმოფანტული და სადაც გარკვევით არის შემოსაზღვრული მაგალითად აფხაზეთი. რატომღაც სამარგალონა ასეთი სათაურით სამეგრელოს ტერიტორია. სამარგალონაც არ წერია, მარგალონა. ფორმა რომელიც არის შეურაცხყოფილი მეგრელებისთვის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ონა სუფიქსით იწარმოება მცენარეების და ცხოველების სამყოფი ტერიტორია. მაგალითად, ქვალონა არ ნიშნავს ადგილს, სადაც ბევრი ქვა არის, ჯალონა ნიშნავს ადგილს, სადაც ბევრი ხე არის. რაღაც აი ესეთი ის არის და როდესაც ადამიანის საცხოვრებელზე ონა სუფიქსს გამოვიყენებთ, გამოდის რომ რაღაც შეურაცხყოფას ვაყენებთ იმ ადამიანებს და აი ამ რუკაზეც, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და იყო საუბარი, ეს რუკა გავრცელდა მე პირადად მაგალითად ინტერნეტში ვნახე, ვინმე ვიწე არის ქალაქი ესეთი ფინდიკლი, ამ ფინდიკლის მცხოვრები ხასან უზუნხასანოღლის ვებგვერდზე კი არა, უბრალოდ Facebook-ის გვერდზე. და აქედან გამომდინარე ის ამ რუკას ავრცელებდა ლაზებში და ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ამ რუკაზე ძალკი არის გამოტანილი აფხაზეთიც, სამხრეთ ოსეთის, ანუ ცხინვალის რეგიონი, სამხრეთ ოსეთი აწერია უბრალოდ მას. და აქედან აჭარაც ძალკია და რაც ყველაზე ასე ვთქვათ უცნაურია, ლაზეთიც არ შედის თურქეთის შემადგენლობაში. ანუ ისის დამოუკიდებელი სუბიექტია, ნუ რაღაც მთელი ჩრდილო კავკასია, ნუ დამოუკიდებელი სუბიექტებია. მე მოგახსენებთ ერთ რაღაცასაც კიდევ, რომ აი ბოლო დროს, როცა ითარგმნა მეგრულ დიალექტზე ითარგმნა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პატარა უფლისწული. და ამ თარგმანის პრეზენტაციაზე, რომელიც სხვათა შორის ძალიან ისე გაშუქდა ჩვენი ტელევიზიების მიერ, იმყოფებოდა ეს ხასან უზუნხასანოღლი თბილისში. ვაკეში იმყოფებოდა ჩვეულებრივად როგორც ჩამოსული და არავის არ შეუხსენებია ეს რუკა თვითონ ის ნაცნობებსაც კი რომლებიც ბევრი არის აფხაზეთიდან გადმოსულები, დევნილები არაფერი არ უთქვამთ ამ რუკაზე, რომ აი რატომ გააკეთეს რაღაც, რატომ გაავრცელე, არაფერი არ უთქვამთ და ხო, რეალურად ეს ადამიანები ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით არიან დაკავებულები და თქვენ ფიქრობთ, რომ მეგრელებისადმიც იგივე დამოკიდებულება, რაც თავის დროზე აფხაზებისადმი იყო, ეხლა ლაზებისადმი არის? აი ხა მოგახსენებთ, აი სამეგრელო არის საქართველოს ხერხემალი, სამეგრელო არის საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი კუთხე. აქედან გამომდინარე, სამეგრელოს ჩამოშორება ქართული სამყაროდან ეს არის საქართველოს დაღუპვა. და მე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მეგრული დიალექტი როგორც ასეთი, მეგრული მეტყველება თავისთავად უნდა გადარჩეს და თავისთავად უნდა იყოს შესწავლილი. იმიტომ რომ ეს ჩვენი სიმდიდრეა და ეს ჩვენი მემკვიდრეობა, ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არც მეგრული, არც სვანური, არც თუშური, არც ხევსურული არ უნდა იყოს შესწავლილი ან გამოკვლეული საერთო ქართული ენობრივი სისტემიდან მოწყვეტით. ანუ და როდესაც ჩვენ ახლა ამ ბოლო პერიოდში რაღაც გააქტიურდა ეს თემა, ესე იგი ევროპის ენათა ქარტიის, ასე ვთქვათ, იმაზე, მეშვეობით, უნდათ რომ რაღაც მოახდინონ მეგრულის და სვანურის კოდირება, ანუ დაუშვან ისინი მათზე სკოლები, ტელევიზიები და ესეთი რაღაცები და უბრალოდ ეს არ შეესაბამება თვითონ ევროპის ქარტიის შინაარსს, იმიტომ ევროპის ქარტია ძალიან კარგი დოკუმენტია. უბრალოდ ის ეხება უმცირესობის ენებს და ავტოქთონი მოსახლეობის ენებს. მაგალითად, ავტოქთონი მოსახლეობა ესპანეთში არის ბასკები.
და უმცირესობა ესპანეთში არის უმცირესობა, ანუ ის იმ რეგიონის მკვიდრი მოსახლეობა ესპანეთში არის მაგალითად გალისიელები, არის მაგალითად ასტურიელები. მაგრამ არ არის თქვათ ანდალუზიელები. ამიტომ ესპანელებმა გააკეთეს ასე რომ ამ ქარტიის ძალით ბასკურს აქვს თავისი უფლებები, ასტურიულს აქვს თავისი უფლებები, გალისიურს თავისი უფლებები, მაგრამ ანდალუზიური დიალექტი, რომელიც არის ესპანურის დიალექტი, მაგრამ განსხვავდება ესპანური სალიტერატურო ენისაგან დიდათთან. მას არ აქვს ესეთი უფლებები, იმიტომ რომ ესპანელები ესპანეთში არ არიან, ასე ვთქვათ, ეროვნული უმცირესობა. აქედან გამომდინარე, საქართველოში თუ მაგალითად მეგრულს და სვანურს მიეცემა ესეთი რაღაც უფლებები, რომ მათზე იქნება სკოლები, მათზე და გაუტოლდება ეს მეგრული და სვანური ისეთ ენებს, როგორც არის მაგალითად რაღაც ინგლისური, გერმანული უცხო ენები ჩვენთვის და ან სომხური ენა ვთქვათ, თუ გაუტოლდება ესეთ ენებს, მაშინ აღმოჩნდება, რომ საქართველოში თვითონ ქართველები არიან ეროვნული უმცირესობა. ქართველების ერთი ჯგუფი, რატომღაც ხდება ისე, რომ საქართველოში არის ეროვნული უმცირესობა. და ქართული სამყაროდან გამოცალკევების მცდელობაა ეს ფაქტი. გამოცალკევების მცდელობაა და თქვენ ხა ეს რუკა აჩვენეთ და კიდევ ცელდება მეცნიერულ სამყაროში ისეთი რუკები, სადაც ქართული ენის საზღვარი გადის სამტრედიასთან. და გამოდის, რომ სამეგრელოში, საიდანაც წამოვიდა ქართველი მწერლების უდიდესი პლიადა, იოანე მინჩხი და დაწყებულია მაგალითად დუტუ მეგრელამდე, რომელმაც მოხდა საქართველოს გაგების ესეთი რა ქვია კარგი მაგალითი, მე პატარა ქართველი ვარ და ჩამოთვლია მე საქართველოს კუთხეები. ესე იგი ესენი გამოდის, რომ მშობლიურ ენაზე ლიტერატურას არ ქმნიდნენ. სწორედ ამ სულისკვეთებით არის შედგენილი და გავრცელებული ეგრეთ წოდებული ლაზური დეკლარაცია, სადაც უარყოფილია ქართული სამყარო მთლიანად და რა ინფორმაცია გაქვს, რამდენად არის ეს ლაზების მიერ დაწერილი ეს დეკლარაცია, რომელსაც მაყურებელი ასევე ნახავს. ეგ დეკლარაცია გავრცელდა 2013 წლის 8 აპრილის საღამოს, როცა თენდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სიმბოლური დღე, გავრცელდა ლაზების მიერ, ვინმე ირფან ჩაღატაი ალექსიში არის ესეთი ლაზი ჭყალებში ინტელექტუალი. მან გაავრცელა Facebook-ით და დადეს Change.org-ზე ინტერნეტში, სადაც მას ხელი მოაწერა ზოგადად 600 მაგაზ. ეს დეკლარაცია ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს, იმიტომ იქიდან გამომდინარე, რომ მისი ხელმომწერების დიდი ნაწილის სახელი არ არის ცნობილი, ანუ ონლაინ რეჟიმში აიწერენ ხელს და რაღაც თავიდან მოცემულია რამდენიმე კაცი, რომელიც თითქოს შემდგენელია მისი, მაგრამ მე არ ვიცი, რომ მათ ლაზები უწოდო თუ არ უწოდო, იმიტომ რომ თურქეთში ლაზი როგორც ეთნიკური მაჩვენებელი არ არის, არც გურჯი, არც ხემშინი, არც სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი, ყველა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი, რომელიც არის მუსლიმანი, იქ ითვლება თურქად. ესეთი ევროპული თვალთახედვა აქვს აღებული, რომ სახელმწიფოს მოქალაქეობა უდრის ეროვნებას. მე არ ვიცი ახლა ადამიანი მაგალითად ირფან ჩაღატაი, თურქია, ლაზია. ხო, ბუნებრივია, ვინ არიან ეს ადამიანები? მე არ ვიცი და აქედან გამომდინარე ამ დეკლარაციას მე ვერ განვიხილავ ლაზების დეკლარაციად, იმიტომ რომ ლაზების დიდ ნაწილს სულ სხვა შეხედულება შეიძლება ქონდეს. მე ისიც ვიცი, რომ ამ დეკლარაციას ზოგიერთმა ადამიანმა ისე მოაწერა ხელი, რომ საერთოდ არ იცოდა რას აწერდა ხელს. კი ბატონო, და ერთი რაზეც მინდა ვისაუბროთ, ეს არის ანუ ძალიან საინტერესო დოკუმენტი, რომელიც არქივში არის დაცული. სრულიად საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც 1935 წელს 35 წლით თარიღდება, ეს არის ვინმე ციტაშის ისტორია, რომელიც შემდგომ როგორც გამოარკვიეთ, საერთოდ არ ყოფილა აფხაზი და ეს ყოფილა გვარად ხო, არ ყოფილა ლაზი და ეს ადამიანი ყოფილა გვარად ალექსეი ცვეტკოვი. ეს არის ძალიან საგულისხმო სხვადასხვა მიმართულებით ეს დოკუმენტი, გარდა იმისა, რომ ის წერილს წერს პირადად სტალინს მას მერე რაც მიწერა ბერიას და მანამდე მიწერა სერგო ორჯონიკიძეს, ფილიპე მახარაძეს. დოკუმენტი ბევრი თვალსაზრისით არის საინტერესო. ერთი, იმით რომ გავიგებთ სად და რა ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და რამდენი ოჯახი ცხოვრობდა საქართველოში ლაზები. ამას გარდა ვინ თანამშრომლობდა უშიშროებასთან. არის საინტერესო მათი ცხოვრების წესი და ის პრობლემები, რამაც აიძულა ამდენი ლაზი საქართველოს ტერიტორიიდან წასულიყვნენ თურქეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ამ დოკუმენტში ერთი რამ არის ძალიან საგულისხმო, რითაც მთავრდება რეალურად აი ამ
ციტაშის წერილი შესწავლა. ეს არის ნიკო მარის წარმოდგენილი ნაშრომით, სადაც ის განიხილავს, რომ ლაზები, მეგრელები არიან აბსოლუტურად ცალკე მდგომი ხალხი თავისი ენებით, მათ საერთო არ აქვს საქართველოსთან არაფერი და შესწავლა მთავრდება ასეთი წინააღმდეგები და მთელი საქმეც, რომ И это единственное правильное мнение. ეს არის ერთადერთი სწორი აზრი. Აი სწორედ ბოლშევიკური მიდგომაც ლაზებთან მიმართებაში და შემდგომ მეგრელებთან მიმართებაშიც სავარაუდოდ არის აი მეცნიერული ფუნდამენტი, აი მცდელობა, კი არა და უკვე შედეგი ფსევდო ისტორიოგრაფიის შექმნის ცნობილი ავტორიტეტების, ამ შემთხვევაში ნიკო მარის, რომლებსაც იმოწმებენ, რომ ესენი ქართველები არ არიან. ამიტომ სულაც არ მიკვირს, რომ დღეს, როდესაც თურქეთში ასწავლიან ლაზურს, მათ ქართულ კონტექსტს უხსნიან. აი რა სიტყვით, აი ვინ იყო ეს ცვეტკოვი? მოგახსენებთ, ჯერ რამდენიმე სიტყვით ნიკო მარზე ვიტყვი, ეს იყო ქართულ შოტლანდიური წარმომავლობის რუსი ენათმეცნიერი, რომელიც არ ქართველობდა სხვათა შორის ისეთ დონეზე და იყო საქართველოში უნივერსიტეტის გახსნის სასტიკი მოწინააღმდეგე და შემთხვევითი არ არის, რომ პირველი მარკა, რომელიც აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ გამოუშვა, იყო ნიკო მარის გამოსახულებით. არის კიდე ერთი რაღაცა, რომ 1905-1907 წლებში ნიკო მარს ჰქონდა ესეთი შეხედულება, რომ მეგრულ-ლაზური, სვანური და ქართული არის ერთიანის დიალექტები. შემდეგ, როდესაც ის გადავიდა ლენინგრადში, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერია არსებობდა, გადავიდა ლენინგრადში, თბილისიდან და იქ მიიღო დიდი, ასე ვთქვათ, ფუნდამენტური არმენოლოგიური განათლება, ასე ვთქვათ, ქართულზე ვერ მოხვდა, საქართველოს შემსწავლელ ფაკულტეტზე ვერ მოხვდა, ქართული ენის შემსწავლელ ფაკულტეტზე, იმიტომ რომ ადგილი აღარ იყო და მოხვდა არმენოლოგიაში და გაბრაზდა ქართველებზე და აქედან დაიწყო მისი ანტიქართული ქმედებები და უკვე გამოაცხადა მეგრელ ლაზები, ქართველები და სვანები ისეთ ხალხებად, როგორც არის პოლონელები, ჩეხები და სერბები. აი სწორედ ეს ეწერს აი ამ დასკვნაშიც. რაც შეეხება ციტაშს, ციტაში იყო წარმოშობით რუსი, მას არ ჰქონდა ლაზური ძირები, ერქვა ალექსანდრე ცვეტკოვი, ბაქოში ცხოვრობდა და იყო ნიკო მარის. ეს წერილიც ბაქოში არის დაწერილი, ეს ბაქოშია დაწერილი, საქართველოში ეგ წერილი ვერ დაიწერებოდა, რა თქმა უნდა. იყო ეს ციტაში მედროვე ტიპიური, საბჭოთა პერიოდის მედროვე ადამიანი, რომელიც ხარს უჭერდა მეცნიერების სოვეტიზაციას. და საინტერესო რომ ეს არის გაზეთის ჭითა მურიცხვის, სავარაუდოდ წითელი ვარსკვლავის მეგრულიდან ესე ითარგმნება, მთავარი რედაქტორი. გამოდიოდა ეს გაზეთი უпростоრად რამდენიმე ნომერი გამოვიდა ლათინური გრაფიკით და მე თურქეთის ეს ძირითადად თურქეთის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, იმიტომ რომ იქ რუსეთს უნდოდა აღმოეფხრა ქართული მიმართულების ესე ვთქვათ პატრიოტობა, ანუ იქ ხომ იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი 21 წლის შემდეგ. და როცა გაუქმდა ეს, იქ მაინც დარჩა ის პროქართული ორიენტაციის ლაზობა და სწორედ მათი, ასე ვთქვათ, პოზიციების შერყევის მიზნით გამოიგონეს რუსებმა ეს გაზეთი, რომლის ფაქტიური რედაქტორი იყო ვინმე მუჰამედ ვანლიში, ლაზი, სარფელი, რომელსაც არ ჰქონდა ქართული თვითშეგნება. ბერიას ნაცნობი იყო სხვათა შორის ეს კაცი და ხელს აწერდა ეს ისკენდერ ციტაში და მისი სახელი და გვარი არის ცოტა ისეთი სამგვარი დამწერლობები ხდება ისკენდერ ციტაიშვილი, ისკენდერ ციტაში და ისკენდერ ციტაში. ისკენდერ ჭიტაშად ეს ჭიტა ნიშნავს პატარა და ეს ასე იხსენიებენ სარფელი ლაზები, სარფელმა ლაზებმა. ჭიტელსაც ნიშნავს ჭიტა. ხო, ესეთი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა მის გვარს. ეს იყო კრებითი სახე ეთყობა მისი. კრებითი სახე იყო და 1937 წლის 28 ოქტომბერს კომუნისტში გამოაქვეყნეს სარფელმა ლაზებმა, აღშფოთებულმა სარფელმა ლაზებმა წერილი ნაციონალური პოლიტიკის დამახინჯება, სადაც წერენ, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ნება მოგვეცით, რომ ვისწავლოთ ქართულ სალიტერატურო ენაზე და ვიღაც ისკენდერ ჭითაშის შედგენილი სახელმძღვანელო, რომელსაც ვერაფერს ვერ უგებთ, ეს არის ვიწურ არქაბულ ლუკავზე შედგენილი, მოაშორეთ ჩვენი სკოლებიდან. ამას ხელს აწერდა ახმედ თანთოღლი. ალექსანდრე თანდილავა, ჩვენ
წითაშს განვიხილავთ როგორც ანტიქართველ მოღვაწეს საბჭოთა მედროვის, რომლისთვისაც არც ლაზები იყო, ასე ვთქვათ, ზრუნვის ობიექტი და არც არაფერი, მას სურდა თავის გამოჩენა და ერთადერთ, ბოლოში ავრცელებს, რომ ერთადერთი ჭეშმარიტება ეს არის. ერთადერთ ჭეშმარიტებად გამოცხადება იმისი, რაც საბჭოთა, ასე ვთქვათ, მეცნიერებას თუნდაც ამ შემთხვევაში ენათმეცნიერებას სურდა. ხო და ენათმეცნიერება, ისტორია, ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეცნიერებები, ანუ რასაც ეყრდნობა სახელმწიფო. და აქედან გამომდინარე, თუ ვიტყოდეთ ჩვენ, რომ ლაზები ცალკე არიან, თუ საბჭოთა კავშირი თუ იტყოდა, რომ ლაზები ცალკე არიან, მაშინ იმ ასე ვთქვათ, ქართველ პატრიოტებს, რომლებიც ლაზების კომიტეტში, ესე იგი, საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტში იყვნენ, ჩამოერთმეოდოთ ყველანაირი საფუძველი ბრძოლისა, იმიტომ რომ თუ შენ ქართველი არ ახარ, საქართველოს დამოუკიდებლობის, ხო, мотивация ჩამოერთმეოდათ, ანუ თუ ქართველი არ ახარ, საქართველოსთვის რატო ებრძე და აი ამისთვის იყო განკუთვნილი ეს წითაშის ასე ვთქვათ, ქმედება და დღესაც დღესაც გამოდის ეს ამ დასახელების გაზეთი. დღეს გამოუშვეს რაღაც აღანი მურუცხი ესეთი გაზეთი, რომელიც მოყვარულ დონეზე არის გამოცემული. როგორც ჩანს, ამ ყველაფრის მიზანი იყო ის, რომ საქართველოს ისტორიიდან მოეწყვიტათ ლაზები, რომ შემდგომში ლაზები დაეპირისპირებინათ საქართველოსთვის. ეს დღეს ძალიან აქტუალურია ეს თემა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალური ისტორია ლაზებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. შემაჯამებლად ბოლოს შემიძლია ვთქვა, რომ ლაზების განცალკევება ქართული სამყაროსგან ეს არის დანაშაული მიმართული საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, გარდა სახელმწიფოებრიობისა, ეს არის ასევე ეროვნულობაზე შეტევა, ეროვნულ თვითშეგნებაზეც შეტევა. ანუ ლაზებმა თუ მაგალითად ვერ გაითვითცნობიერეს ის, რომ ჩვენ ყველას ქართველებს ერთი გვაქვს წარსული და მომავალიც ასევე საერთო გვექნება, სახელმწიფოებრივი საზღვრები უკვე იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის დღევანდელ სამყაროში, როცა არსებობს ინტერნეტი, არსებობს უამრავი გლობალური პროექტი, კომუნიკაციის ათასი საშუალება, არსებობს აი ვთქვათ სატელიტის და შეუძლიათ ქართული გადაცემების ყურება, უკვე საზღვრები აღარ არის იმდენად მნიშვნელოვანი და უკვე არის კულტურა მნიშვნელოვანი. თუ ეს კულტურა დაკარგეს ლაზებმა, ისინი მეობას დაკარგავენ და თუ მათ დაკარგეს მეობა, უკვე ჩვენს ნელ-ნელა დეგრადაციისკენ წავალ ღმერთთან უკნას ეს ამბავი, მაგრამ მაინც ესე მინდა დავასრულო, რომ ჩვენი ეროვნული მეობის შენარჩუნებისთვის ლაზები ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა სტუმრობისთვის და გადაცემა მინდა დავამთავრო პატრიარქის შეხვედრით ლაზებთან, ეს იყო სარფში, სულ რამდენიმე თვის წინ, როდესაც მან საკუთარი თავი ლაზების პატრიარქად მოიხსენია. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო მიხეილ ლაბაძე. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. ლაზები ეს გმირი ხალხია. ისეთი აზრიც კი არსებობს, რომ თითქოს მოხევები აქედან არიან გადასახლებული. მოხევები ლაზებია. დადგება ის ბედნიერი დღე, როცა ჩვენ ერთად ვიქნებით. ერთი იქნება საქართველო გამთლიანდება. მერთმა დაალოცოს ეს საქართველოს ეს ურთღეული კუთხე. ჩვენთან არს ღმერთი.